მარტის ბოლომდე თბილისელებისთვის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ექიმების გამოძახება უფასოა. თბილისის მერმა და ჯანდაცვის მინისტრმა ამის შესახებ 24 იანვარს განაცხადეს, თუმცა ვირუსის მქონე პაციენტების ნაწილი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება პრაქტიკაში არ ხორციელდება. როგორ გამოიყენება დაზღვევა ამ შემთხვევაში? სხვა თემა, თუმცა სადაზღვევო კომპანიების საქმიანობა დღეს კონტროლის პალატამ ანგარიშით წარმოადგინა. აღმოჩნდა, რომ კომპანიებმა 284 მილიონი ლარიდან მოსახლეობის მომსახურებაზე მხოლოდ 40% დახარჯეს. აუდიტის წინასწარი მონაცემებით ეს 40% დაზღვეულთა მხოლოდ მე-5-ს მოხმარდა. კომპანიების მოგების მარჟამ კი 60%-ს გადააჭარბა. სადაზღვევო ბიზნესის მომგებიანობის საერთაშორისო პრაქტიკით კი კერძო დაზღვევაში მოგების მარჟა 4%-ია. კონკრეტულ პროცენტულ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კონტროლის პალატა ამ დასკვნამდე მიდის. სახელმწიფოს მკაცრი რეგულირება არ გააჩნია სადაზღვევო კომპანიებთან მიმართებაში, თავად კომპანიები კი არაკეთილსინდისიერად მოქმედებენ. სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა ხელოვნურად იზღუდება და პროგრამის ბენეფიციარები ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიან. გამოვლენილია ასევე მომხმარებელთა შესახებ მონაცემებში ცდომილება. უფრო ვრცელ მასალას კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიებთან დაკავშირებით კონტროლის პალატა დღესვე ოდნავ მოგვიანებით წარმოადგენს.